აღმშვიდობის. როგორ ხართ? მე ნორმალურად. წუწუნში რა ჩამეთვალოს, ესე შემოვიფარგლები მოკლედ რომ ნორმალურად არ, იმიტომ რომ ცოტა ისეთი პერიოდი მაქვს. მე თვითონ რა არ ვიცი რას ვაკეთებ. რა თქმა უნდა, ჩაის სეზონი მოვიდა. ეს ჩაი შევიწინე გოგოებო. და იმდენად მომეწონა რომ გავამზადე შემდეგი ეს ეს არის breakfast, ანუ საუზმის ჩაი უფრო ლაითი და ეს ცოტა უფრო ძლიერი უნდა იყოს. ცოტა ამას არ ვიცი რა ქვია, ამაში ვიყენებ ხოლმე და ასე მივირთვე. აცივია, მაგრამ არ ვემორჩილები ზამთარს. მიუხედავად იმის, რომ ძალიან მიყვარს ზამთარი, ზაფხულზე მეტად ზამთარი მიყვარს, როგორც ყველაფერშიო, აქაც უყუღმართი როგორ ხარო, ასე ვარ. რა გავაკეთო? გიჟდები სიცივეზე. ნაკლებად მცირე ხოლმე, სიცხე უფრო ცუდად მოქმედებს ჩემზე, ვიდრე სიცივე. მოვკლუპავ თუ შეიძლება. ხალხო TikTok-ს უბრალოდ როგორც ჩვეულებრივი მომხმარებელი მეც ვსკროლავ ხოლმე. და გუშინ ასეთ ფაქტს წავაწყდი, რომ დედას სოციალურმა სამსახურმა წაართვა 3 შვილი, თუ 2. მოკლედ არც ეს გოგონა ვიცი ვინ არის, მაგრამ რამოდენიმე ვიდეოთი შემექმნა აზრი. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს სახე, რომელსაც თქვენ ეკრანიდან ხედავთ, არ მგონია ყველას მართალი იყოს. ყველაფერი უფრო მეტად გაფილტრულია, ყველაფერი უფრო მეტად გადამუშავებული უნდა იყოს და თქვენამდე ისე მოდის. ხო, და იქ ცოტა ჩემთვის მიუღებლად მოდიოდა, მაგრამ მე ჩემი თავის დაძალება ყოველთვის რა არ განვიხილო არავინ, იმიტომ რომ მე არავინ არ მოვიხვეტები, შესაბამისად არაფერმა არ უნდა გამაოცოს, არავინ არ უნდა განვიხილო, არავინ არ უნდა განვიკითხო, ვისაც როგორ ეცხოვრება, ისე უნდა იცხოვროს. უბრალოდ თუ მაქვს მე იმ ადამიანის მხრივ მიმღებლობა მიგიღებ და თუ ვერ მიგიღებ, ვერ ვაღიარებ შენს ფაქტს და ასე შემდეგ, თუმცა ვიღაცა მიმიღებს თუ არა მე როცა მიჭირს და მე ხშირად მომიყოლე ყოველთვის ერთ ფაქტს ვეხსენებ ხოლმე. დედა რო გარდამეცვალა, ჩემი უახლოესი ბავშვობის ნაწილი და ძალიან ბავშვობის მეგობარი მიყვებოდა შემდეგ უკვე 10-15 წლის შემდგომ იმას როგორ ეკიდა ჩემზე ხელი, როგორ აკეთებდა რაღაცებს და რო იდგა ჩემს გვერდით და ჩემ მეხსიერება რომ გადავავლე თვალის, საერთოდ არ მახსოვდა იყო თუ არა, საერთოდ არავინ არ მახსოვდა, რამოდენიმე ფრაგმენტი მახსოვდა, რომელიც ალბათ ცოტა მძაფრად აღიქვა ტვინმა და დანარჩენი აბსოლუტურად წაშლილი იყო. ამას ყოველთვის მაშინ ვიხსენებ ხოლმე მე, როცა გაჭირვებულ ადამიანს ჭირში დახმარება ჭირდება, იმ დროს რამდენად ადეკვატურია შენი ჩარევა, შეტენვა, დახმარება. ნუ ამ გოგოს ძალიან გავღეზიანდი უცებ პირველი ის რაც წამომივიდა, რომ მოვძებნო დაბურეკო და ლამის თელავში ცხოვრობს, არ ვიცი, რომ თელაველია თუ არა, გავიქცე, იმიტომ რომ ეს ჩემთვის ძალიან ნაცნობი შეგრძნება. არა აქვს მნიშვნელობა, ვინ წაიყვან შენ შვილს საკუთარი მამა დაიკავებს გასაზრდელად თუ სახელმწიფოში მინდობით აღზრდაში მისცემენ, ანუ ჩემთვის დიდად მნიშვნელობა არ აქვს. ჩემ ფაქტს მე რო გამოვლილი მაქვს და ვადარებ. ძალიან შემზარა ფაქტმა. წამოვიდა ჩემი ემოციები, როგორი ვიყავი მაშინ. გავაჩერე დრო. საათები გავაჩერე და საათები დავშალე და ჩავსვი ჩემი შვილის სურათები. დღეს ძალიან უბრაზდები ჩემ თავზე, შემეძლო უფრო მეტი გამაკეთებინა ალბათ, მაგრამ იმ დროს, როცა ეს ხდებოდა ჯერ კიდევ ვნელოდა და იყო სოციალური სამსახური არ იყო ვიღაც დაახლოებით მასეთი სამსახური, ვინც ეკითხებოდა ბავშვის სურვილს, უფრო დიდ პატივს სცემდნენ, ვიდრე შენს მდგომარეობას. ხო, ანუ ჩემთან ოჯახური მდგომარეობა იყო, მე დედობა არავინ არ ჩამომართვა. და ვფიქრობ, რომ აზრი არ აქვს, მაინც ერთი და იგივე შეგრძნება უნდა იყოს ნებისმიერ დედისთვის. ჩემთვის გაჩერდა იქ დრო და ძალიან მძაფრად მახსოვს ეს ყველაფერი.
როგორ გამოვიარე და როგორ გავიდა ის 2 თუ 3 წელი. ხო და იმიტომ ვიძახი ხოლმე, რომ როცა ადამიანს უჭირს იმ დროს, ანუ მინდა ხოლმე რაც მე მაქვს გავლილი, რომ შევეტენო, მაგრამ მე უკვე ვიხსენები იმ ჩემს გამოცდილებას, რომ როცა გიჭირს არავინ არ გინდა. არაფერი არ გახსოვს, ვინ რას გაგიკეთებს არ გახსოვს და მე შეიძლება ძალიან ცუდად შემოგიტრიალდეს. ძალიან მინდოდა გუშინამ გოგოსთან დამერეკა და მეთქვა რომ ყველაფერი დროებითია, თუმცა შენ რაღაცებს შეცდომებს უშვებ, მაგრამ ეს ყველაფერი გამოგისწორდება იბრძოლი შენი შვილებისთვის და არ ინერვიულო და თუ სწორად ვიცი, ძუძუს კვებაზე ყავს პატარა შვილი. ხო, მაგრამ შევიკავე თავით, რატომ აი ამ ფაქტის გამო რომ არავინ და არაფერი გონია რომ იმ სიტუაციაში შენ ხარ ყველაზე მაგარი ტიპი, შენ მართავ შენს ცხოვრებას, იქამდეც და იმის მერეც და ვიღაცის რჩევა ამ გვერდში დგომა ძალიან უადგილოც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო თან უცხო ადამიანის. მოკლედ აი იქიდან დაიწყო ჩემი ის გადაწყვეტილებები, რომ მე მეორედ ოჯახს არასდროს არ შევქმნიდი. მე მაქვს უფლება მქონდეს ჩემი პირადი ცხოვრება. მე რა თქმა უნდა როგორც ინდივიდ ადამიანს მაქვს ყველაფრის უფლება, მაგრამ აი იმ პერიოდში მე შევიზღუდე ყველა უფლებები, რაც ეხებოდა ამ თემას და რატო ახლა მოგიყვებით. ანუ ასეთ დაულაგებელ სიტუაციაში, როცა რაღაცებთან მარტო ბრძოლა გიწევს და როცა რაღაცებს წააწყდები და როცა მთელი სამყარო გონია რომ შენს წინააღმდეგ არის. ამის წინ ვიდეოში ვთქვი რომ რიგი არასდროს არ მედგა. არასდროს ბავშვობაშიც კი არ მოვწონდი ბევრ ბიჭს, ანუ გაგახარებთ ჩემს დიდ მოსიყვარული ხალხს ეს რომ მიწერთ რაღაც საოცრებას ერთ წინადადებას სანამ ამბობ ვიდეო ვთავდება რაღაც სისულელებს ტყარჭა და რაღაცა კარგი წერეთ იკითხეთ არ დაიღალოთ ოღონდ თქვენ კარგად იყავით რა ვიცი თქვენი აზრია თქვენთვის გქონდეთ ღმერთმა ხელი მოგიმართოთ და აი ესეთი ხალხი ყოველთვის ახლა მე აქ ვარ ამ სიტუაციაში არის ცხოვრებაში ცხოთამდევია ხო ვიღაცა რაღაც აწყვეტებს ვიღაცა რაღაც აკეთებს და ჩემ შემთხვევაში იყო ესეთი მომენტი რომ ჩემ შულს ეუბნებოდნენ რომ დედა შენი ახალგაზრდა გათხოვდება და შენ პაპა შენთან დაგტოვებენ ანუ ეს იყო ჩვეულებრივი მანიპულაცია და ხო ანუ ბავშვს ფსიქიკაში ეს ილექება ხო და მე მაშინ ვფიქრობდი რომ ჯერჯერობით ვფიქრობ რომ სწორი გადაწყვეტილება მაქვს მიღებული რაც თავში რამე თუ დამარტყავს და გავთხოვდები ახლა უკვე არავინ არ დაისტრესება იმიტომ რომ ძალიან დიდები არიან თუმცა ცოლს თუ მოვიყვან მე რომელ გათხოვებაზე ალაპარაკი რა თმინდა არ მინდა ზედმეტი ნასკი და ტრიკო საკმარისად რეცხავ და ვაკეთებ და აი მაგ ფაქტორმა გადამოწყვეტინა რომ როგორ იყო რაღაცეები იყო ისეთი ფაქტიც იყო რომ უნდა მეცხოვრა სხვა ქვეყანაში და ვიქნებოდი ძალიან ბედნიერი და რა თქმა უნდა ბავშვებსაც გავიყვანდი და რა თქმა უნდა ყველაფერი თავისი დაალაგდებოდა და ვიცხოვრებდი ესეთ შედარებით ნორმალურ ქვეყანაში და ეს ადამიანი მჭირდებოდა რომ ყველაფერს გააკეთებდა მაგრამ ვერ გავყოფდი სიყვარულს ვერასდროს როცა ვფიქრობდი ჩემი შვილები პატარები რო იყვნენ ვერ წარმომედგინა რომ ჩემს გრძნობებს გადავანაწილებდი ადამიანთან რომელიც არ იყო ჩემი შვილების მამა და მამამისთანაც ვერ ვანაწილებდი სხვათა შორის ეგ ძალიან მიჭერდა იმიტომ რომ ბავშვები რო იბადებოდნენ ნიკოლოზის შემდეგ მალე დავშორდით მე ვფენდი ბავშვის ჩემს საწოლში ჩვენს საწოლში ბავშვის დასაფენ პილიმკას და ვულაგებდი მას ლოგინს და ვიწექით მე და ბავშვი იმიტომ რომ ბავშვს თავის საწოლი ქონდეს ცალკე უნდა იწოს ამას არ ვცნობდი რა თქმა უნდა ჩემს თეთრეულში არ ვაწვენდი იქ იყო ცალკე მოწყობილი რომელიც მე ყოველდღე იცვლებოდა და ასე შემდეგ ანუ ვერასდროს ვერ ვყოფდი და ზუსტად ვიცოდი რომ ვერ გავყოფდი ზუსტად ვიცოდი ის რომ ჩემ შვილებზე ადამიანი რომელიც მეყვარებოდა რამეს თუ მეტყოდა აუცილებლად ძალიან ცუდი ფაქტი დადგებოდა
ვერასდროს ვერ გადავხარშავდი და ძალიან ბევრჯერ მომისმენია, რომ ხო, კარგი გოგოა, მაგრამ და ეს მაგრამ იყო ჩემი ქონება და მთელი ჩემი ცხოვრება, რაც მე გამაჩნია, ეს არის ჩემი ორი შვილი, რომელი მაგრამ ვის ვათქმევინებდი იმას, რომ ხო, კარგი გოგოა, მაგრამ ორი შვილი ყავს, არა. ჩემი შვილი არასდროს არ იქნებოდა ბარგი არავისთვის. ვერავის ვერ ვათქმევინებდი იმას, რომ მოყოლილები იყვნენ. ვერასდროს ვერ ვათქმევინებდი იმას, რომ ვინმეს ნაცვალი იყო. და ეს ყველაფერი თავში რომ ტრიალებდა. მოვედი აქამდე. რამდენჯერმე გავეხუმრე და ჩემს ბიჭებს უთხარი რომ გავთხოვდე თქო და გათხოვდი. ძალიან ისეთი ის იყო. გაჩინე ბავშვი, რა უჭირს. იყოს და საინტერესოა და ხა წამოვიდა. ანუ ის პერიოდები რო გადალახეს, რაც ბავშვობაში მე ჩემი შეცდომით, ჩემი არჩევანით დავსტრესე ჩემი შვილები, მე საბოდიშოთ მაქვს საქმე და მე ჩემს ემოციებს გიზიარებთ ხოლმე. მე ყოველთვის, როცა ძალიან ხშირად მიხდება ხოლმე ბოდიშის მოხდა ჩემი შვილებისთვის, რომ აპატიეთ, რომ სამწუხაროდ ასეა. და კიდევ მეორედ რო საბოდიშოთ საქმე გამახადა, ნუ კაი, ერთხელ მიქარე დებილი ხარ, ის თავის მამა და რა თქმა უნდა უყვარდათ, მე არ ვერევი საერთოდ მაგამ ბავშვი, პირიქით ყოველთვის ვეუბნები ხოლმე, რომ გქონდეთ ურთიერთობა, საჭიროა, მამაა თქვენი და ვერავინ ვერ გამოგიცვლით. ხო, იქ ვერ დავალაგებდი ვერაფერს. მე ვარ ორი ბიჭის დედა. ანუ ასეთი ტექსტის მოსმენით, რომ აი შენ კარგი გოგო ხარ, მაგრამ გაქვს ტატუ ქერათმები, ორი შვილი და პაპიროს ეწევი. ეს იარლიკები იყო ჩემი, რომელიც მთელი ცხოვრობდა თან მდევდა. და ვიღაცა ქალს კი არა, ვისაც ეს ამოსდიოდა პირიდან და იწუთოს ძალიან მტკიოდა, ეხა ხომ და გადმოიტანო შენზე. დაუშვათ დათამ, ნიკუშამ შეუყვარდა ჩემნაირი ადამიანი, რომელსაც ყავს მისი ორი შვილი. აი ამ შემთხვევაში რა შვებით, თორე მაშინ არ მეფიქრია, მაშინ სასტიკად ჩავკეტა ეს ყველაფერი და ვთქვი, რომ ვერავინ ვერასდროს ვერ ეტყვის ამ სიტყვებს ჩემზე, ანუ შეუძლებელია ჩემ შვილებს რამე შეეხოთ. ანუ არ განიხილებოდა ის, რომ ჩემი შვილები მამასთან გაქცეულიყვნენ და იქ ეცხოვრათ, იმიტომ რომ დედას ახალი ქმარი ყავდათ. მოკლედ, ყველა ნიუანსი გავლილი მქონდა, გათვლილი არ მქონდა და ეხაც არ ვიცი სწორი გათვლა იყო თუ არა და მე ის ვიცი, რომ ჩემი შვილების ფსიქიკას მოვუფრთხილდი, მე ის ვიცი, რომ არ ვიცი დავზარავდი თუ ბედნიერი ვარ, ვერ გეტყვით მაგას. ხო, ამ გოგონასთან ცოტა სხვანაირად არის ყველაფერი. და ძალიან სამწუხაროა, როცა შვილებს არ უფრთხილდებიან. როცა აღვიქვავ ხოლმე, რომ შვილების გამო უნდა დათმო რაღაცები, როცა შენი შვილი მოზრდილია, როცა შენ შვილს ტრავმა აქვს. როცა შენ შვილს ძალიან უყვარს მამა პირობითად. არ ვიცი, ეს ჩემი აზრია, ვიღაცებს უმართლებთ, მე არ ვიცი გამიმართლებდა თუ არა და ამიტომ ამ შიშით ძალიან მეშინოდა და ალბათ პრინცს რომ მოიკითხებინა თეთრი რეშტ, მე ეს მომაკითხავდა. ცადა დედამიწა რომ დაემტკიცებინა. აუცილებლად უარს ვიტყოდი და ნათქვამი მაქვს. არავის დამტკიცებია ცადა დედამიწა ოღონდ. ძალიან ცუდი ფაქტია, როცა ბავშვის ფსიქიკას ისე ვყრობ, ანუ ჯერ ის არ არის ჩემთვის მისაღები, რომ 24 საათი ზიხარ ლაივში და შენი შვილი ხო ხავს თუ რაღაც, ან თავისთვის ცხოვრობს პატარა ბავშვი. ხო, ეს შეიძლება ყველაზე ცუდი დედა იყო, ამასაც დავამატებ. ლოთი იყო, უყოფაქცეო იყო. რა ვიცი, არაადეკვატური იყო, მაგრამ შენი შვილისთვის შენ ხარ ყველაზე მნიშვნელოვანი და ვიღაცა პროფესორი ვერ იქნება მნიშვნელოვანი. ყველა დედა, ყველა შვილისთვის ნებისმიერ მდგომარეობაში მისაღებია და ყველა შვილს უყვარს მისი დედა ისეთი როგორც არის და ჩემი დაკვირვებით უფრო მეტადაც ვიდრე აი ესე მხოხავი და ყველაფრის მკეთებელი დედები. უფრო მეტ პატივს სცემენ, უფრო მეტად აქცევენ ყურადღებას.
ხო, არ ვიცი, ჩემი შიშები გაგიზიარეთ. ამ გოგონასთანაც ვიღაც მეგობარი ბიჭი ფიგურირებს. ხო რა, არ ვიცი, აი რაღაცეები რო არ აკეთო, მე ვერავინ ვერ წამართმევდა შვილებს სახელმწიფოს გულისხმობ, ანუ არც არ ვაკეთებდი ისეთს, რომ ეგ რამე შემხებოდა, მაგრამ ხანდახან ყოველდღიურად წარმოგიდგინო წაიყვანო შენი თავი და აი რა შეცდომებია რა, მეც ხო ეგ გზა გავიარე, ოღონდ მე სახელმწიფოს არ ვედავებოდი, მე ვედავებოდი მათ შვილების მამას. და ხო, ეს იყო გზად ჩემი შიშები რა. თუმცა მიუხედავად ამისა, იმასაც ყოველთვის ვამბობ, რომ ადამიანს აუცილებლად სჭირდება მეორე ადამიანი. არ აქვს მაგას მნიშვნელობა, რა ერქმევა, შეყვარებული, საყვარელი, ქმარი, რაც გინდათ ის დაარქვით, როგორც გინდათ ისე მოირგეთ. ყველა ადამიანს სჭირდება, რომ ვიღაც უბრალოდ თავი მიაძოს და იცოდეს, რომ აი მარტო არ ხარ და ვიღაც შეგიძლია რომ ოდესღაც მიეყუდო, ენდო, თავზე ხელი გადაგისვას ვიღაცამ გითხრეს, რომ აი კარგი გოგო ხარ, ან კარგი ბიჭი ხარ. მზრუნველობა, რაც ადამიანს ყოველთვის სჭირდება, დედა რას აკეთებს, დედა ტენის ადამიანის და შვილის იმაში, იმას, რომ ეს მზრუნველობა გაკლია, დედის მზრუნველობა გაკლია, მეორე ადამიანის მზრუნველობა გაკლია, ყველა ადამიანის მზრუნველობა გაკლია, იმიტომ რომ დედა უნდა იყოს ის ადამიანი, ვინც ამ ყველაფერს შეგაყარებს, მიგაჩვევს და არ იქნება მგელი, რომელიც თვით გადარჩენისთვის ბრძოლობს მხოლოდ თვითონ დამოუკიდებლად. მასეთი ბავშვები ვფიქრობ, მზრუნველობასთან ცოტა სხვანაირი დამოკიდებულება აქვს, შეიძლება მოეწონოთ, მაგრამ არ არიან მიჩვეულები. ხო, აქედან დასკვნა, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენ შვილებს ამაზე ძვირფასი, ესენი არიან ჩვენი სახეები. ნამდვილად, როგორ შვილს გაზდი, ცოტა სახეა შენი. თლად არა, მე მინახია კარგი ოჯახის და კარგი დედმამიშვილი, დედმამის გაზდილი ძალიან ცუდი შვილი. მაგრამ ის რომ ძალიან უნდა მოუფრთხილდეთ ჩვენ შვილებს. შვილს როცა ცა აჩენ, როცა მე მაშინ მე მივხვდი რომ მე მარტო არ ვიყავი. მე ჩემი სურვილები სადღაც უნდა წამეყო და პრიორიტეტად უნდა დამაყენებინა ის რა ერგებოდა ჩემ შვილებს. მე რომ მაშინ ის ნაბიჯი გადამედგა და კიდე ცხოვრება თავზე წამომქმნეოდა, იმიტომ რომ არ ვარ მე ესეთი ადამიანი, მარტივად ასატანი. მე შემდეგ უკვე ხო საერთოდ, ანუ როცა ოჯახი დამენგრა და ეს მე რომ მიფიქრია რომ მე ვიღაცა იქნებოდა ჩემს გვერდით, ვინც მე შენიშვნას მომცემდა ამ ჩემ შვილს, შემეძლო რომ შუაზე გადამეხსნა ესე და რა თქმა უნდა ეს არ იქნებოდა მარტივი, ხო? ხო და ეს ყველაფერი ძალიან ავიცილე თავიდან. ოღონდ არ ვიცი სწორად მოვიქეცი თუ არა, ოღონდ ისიც ვიცი რომ მარტო არ უნდა იყოს ადამიანი, ხო და აი სად გადის ოქროს შუალედი, რა უნდა აკეთოს ადამიანმა, ყავდეს მეგობარი და კარგო შვილები, ყავდეს მეორე მეუღლე და შენელდეს შვილებთან ურთიერთობა და ვერავინ დამაჯერებს რომ როცა საერთო შვილიც ჩნდება ოჯახში, ის ბავშვი რომელიც დედა მიიყვანა სახში, ისიც ისე უყვართ. არ არსებობს მსგავსი ამბავი, იმიტომ რომ როგორ შეიძლება გაზდილი ყავდეს იმ კაცს ამაგი ქონდეს, მაგრამ მის სისხლი და ხორცი ყველაფერს ურჩევნია, ყოველთვის უკან გაწევს. როცა დაჭერდება ყოველთვის ეტყვის, რომ შენ ჩემი შვილი არ ხარ, თუ რაიმე ცუდს ჩაიდენს, ყოველთვის მოგიბრუნდებიან და გეტყვიან, რომ ეს შენ გააკეთე. ხო, დღემდე ეს კომპლექსები მაქვს და დღემდე ამით მოვდივარ და ძალიან არ ვიცი, თქვენთვის მომინდია დაწერეთ, წავედ მოკლედ ძალიან ნერვიულობ ამ გოგონაზე. იმეც ვიტოვებ, რომ სახელმწიფო მოგონდება და არ გადაიყვანენ სასამართლოს მერე ძალიან პატარა გოგონა ასაკით, ზუსტად იმ ხელაა, ზუსტად იმ ასაკშია, მე რო შვილი დამართვეს, 26 წლის არის და მე 26 წლის ვიყავი. ხო, მე ცოტა ბევრად შემდგარი ვიყავი, სახლი მქონდა და სამსახური მქონდა, სადაც კარგი ხელფასი მქონდა და ჩემ თავს ვერ შევადარები ადამიანს, მაგრამ ვიცი რომ ძალიან უჭერს და ძალიან ცუდია ეგ ამბავი. როცა შენი შვილთან ეს ძახით სასეირნო და სკოლაში რომ მიდიან ხოლმე მენატრებიან და რა ვიცი. ცოტა ვერ ვარაოდი კარგად. ხო არ ვიცი რამდენად გაიგეთ რა მინდოდა მე თქვა, მაგრამ მე ესე ვფიქრობ.
ყველაფერი იქნება კარგად, იმედია.